ბუენოს-აირესის პალერმოს დღე ძაღლების მოყვარულებით გაივსო, სადაც მოქალაქეებმა 2000-ზე მეტი golden retrieveri მიიყვანეს. მათ მსოფლიო რეკორდის მოხსნა სურდათ ძაღლების ყველაზე დიდი შეკრების ორგანიზებისთვის. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ინფლუენსერი ფაუსტო დიუპერი იყო, რომელიც სოციალურ ქსელში სწორედ თავისი ძაღლის ოლის ვიდეოებით გახდა ცნობილი. ფაუსტო ამბობს, რომ ამ შეკრების იდეა ჯერ კიდევ წლების წინ გაუჩნდა, როდესაც ბარსელონაში მსგავს ღონისძიებას თავად ესწრებოდა. Ani რეკორდის მოხსნა იყო, მე მჯერა რომ ჩვენ ამას შევძლებთ. ეს არის რეკორდი, რომელიც Vancouver's ეკუთვნის 1685 golden retrieverით. თუმცა რეკორდის მიღმა საქმე ეხებოდა ისეთი დღის შექმნას, სადაც შეგვეძლო ჩვენს 4 ფეხა მეგობრებთან ერთად გაგვეზიარებინა ეს სიხარული და ამ ყველაფრისგან სიამოვნება მიგვეღო. ღონისძიების ორგანიზატორსა და მონაწილეებს კანადაში დამყარებული რეკორდის მოხსნა სურდათ. მაშინ მოქალაქეებმა 1685 ძაღლის შეკრება მოახერხეს. ჯერ არაოფიციალური მონაცემებით კი ეს მიზანი შესრულებულია. შედეგმა ორგანიზატორთა მოლოდინსაც გადააჭარბა. წინასწარი დათვლით პალერმოს დღეში 2387 ძაღლის შეკრება შეძლეს. Ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იყო შეგვეკრიბა ლამაზი ჯიშის ძაღლები, რომლებიც ცნობილი არიან ადამიანებთან განსაკუთრებული კავშირით. და უპირველეს ყოვლისა, ეს მომენტი ბევრ სხვა ძაღლთან გაგვეზიარებინა და არ აქვს მნიშვნელობა რა ჯიშის იქნება ძაღლები. ვფიქრობ, იდეა ძალიან კარგია და ამ ფონზე არის რეკორდიც, რომლის გაუმჯობესებასაც ვცდილობთ. მასშტაბური შეხვედრის ჩასატარებლად ორგანიზატორებმა ძაღლის პატრონებს სთხოვეს თანხმოვნოდათ საბელები, საიდენტიფიკაციო ნიშნები, წყალი და სხვა საჭირო აღჭურვილობა. დამსწრეებს ასევე მოუწოდეს, რომ მიუსაფარი ცხოველებისთვის საკვები მიეტანათ, რამაც სადღესასწაულო შეკრებას საქველმოქმედო მიზანი შესძინა.